ღმერთო ჩემო, ეს სიტყვები რამდენი ხანია აღარ მithქვამს. მოგესალმებით, ანიმე სკვად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო თუ რატომ ჩაიბარა კიშიმოტომ ანიმე ბორუტო. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მასაში კიშიმოტო ლეგენდარული ანიმე ნარუტოს შემქმნელი, გაპარტახებულ და რეიტინგულ დაკარგულ ანიმე ბორუტოს 52 მანგის თავის შემდეგ დაუბრუნდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბორუტოში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახლა უკვე კიშიმოტო შეიტანს და არა იკემოტო და კოდაჩი. შესაბამისად, ბორუტოს ბედიც ახლა უკვე კიშიმოტოს ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ შოუნენ ჯამპი ავრცელებს იმ ინფორმაციას, რომ ეს ყოველივე ყოველთვის დაგეგმილი იყო და კიშიმოტო მომავალში ანიმე ბორუტოს მაინც დაუბრუნდებოდა, ზოგი თვლის, რომ ეს ყოველივე გამოიწვია ბორუტოს რეიტინგის დაცემამ და მაყურებლის აღშფოთებამ. და ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ თუ კიშიმოტო არ დაბრუნდებოდა იშიკისთან ბრძოლაში, არა კურამა, არამედ ნარუტო და კურამა მოკვდებოდნენ. და ეს ყოველივე კიშიმოტომ შეაჩერა და მოასწრო ისტორიაში ცვლილებების შეტანა, რითაც ნარუტო გადაარჩინა და მისთვის საყვარელი კუდიანი კურამა მოკლა. ბორუტოს მანგის ისტორია, რომელიც თავდაპირველად უკიო კოდაჩიმ დაწერა, მანგის დებიუტის დღიდან მიიღო ცუდი შეფასება და გამოხმაურება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია საკმაოდ ბევრს მოეწონა, მისი გაყიდვები მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. კიშიმოტოს დაბრუნება მანგაში შეიძლება იყოს ისტორიის გაძლიერების მცდელობა ორიგინალის შემქმნელის ხედვის მიხედვით. თუმცა ეს ყოველივე აჩენდა კითხვის ნიშანს თუ როგორ მოახერხებდნენ მიმდინარე მანგის ისტორიის ცვლილებას. მაგრამ საბოლოოდ ეს კიშიმოტოსთვის პრობლემა არ ყოფილა და მან მაინც მოახერხა OG ბორუტოში პატარა ცვლილებების შეტანა, რაც მის ისტორიას ნამდვილად დაეტყო. რატომ არის მნიშვნელოვანი ბორუტოს მანგაში კიშიმოტოს დაბრუნება? რადგან 2014 წელს ანიმე ნარუტოს დასრულების შემდეგ კიშიმოტო გადაერთო ახალ პროექტებზე და მათ შორის იყო სამურაი 8 The Tale of Hachimaru. სამწუხაროდ სამურაი 8 მალევე დაკენსელდა ცუდი გამოხმაურების გამო. ამ მოულოდნელი წარუმატებლობის გამო კიშიმოტო აღმოჩნდა მიმდინარე პროექტის გარეშე, რის გამოც მისი დაბრუნება ანიმე ბორუტოში ლოგიკური ნაბიჯი იყო. ამავდროულად ბორუტოს გაყიდვებმა ვერ გაამართლა მოლოდინები, მიუხედავად მისი ნორმალური ისტორიისა. შოუნენ ჯამპი სავარაუდოდ იმედოვნებს, რომ კიშიმოტოს გავლენა უფრო მეტ კითხვებს მოიზიდავს ანიმე ბორუტოსთვის. მისი დაბრუნება ასევე დაეხმარება უფრო კარგ გუნდურ მუშაობაში ანიმე ბორუტოს მხატვარ მიკეო იკიმოტოს, რომელიც მისი მთავარი ასისტენტი იყო ანიმე ნარუტოს გამოსვლის დროს. და ამ ყველაფრით უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ანიმე შეიძლება უფრო დაემსგავსოს მის წინამორბედ ისტორიას. როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ბორუტოს ისტორიაზე? ახალი მწერლის მოსვლის და მისი პასუხისმგებლობით ბორუტოს მანგამ და ისტორიამ შესაძლოა სხვა მიმართულება აიღოს. კიშიმოტოს შეეძლო ახალი იდეების დანერგვა კოდაჩის დაწერილი ისტორიის შეცვლით ან მისი გაუქმებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარაუდი არის ის, რომ კიშიმოტო დიდ ყურადღებას მიაქცევს უზუმაკი ნარუტოზე გავრცელებულ ჭორებს მის სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც ბორუტოს პირველი მანგის თავის შემდეგ გაჟღერდა. და ეს ინფორმაცია უფრო გვარწმუნებდა იშიკისთან ბრძოლაში, როცა ბაირონ რეჟიმში გადავიდა ნარუტო და გაიხსენეთ, რომ არა იქ კიშიმოტო ორივე პერსონაჟი მოკვდებოდა, როგორც ნარუტო, ისევე კურამა, მაგრამ საბოლოოდ დაბრუნდა კიშიმოტო და ნარუტოს გადარჩენა მაინც მოასწრო. ბორუტოს 51 თავში ნაჩვენები იყო ნარუტოს ყველაზე ძლიერი და ახალი ტრანსფორმაცია ბაირონ მოუდი, რომელიც როგორც იცით მისი და კურამას სიცოცხლის ფასი იყო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კურამას ფასი დაჯდა. ბევრი თვლის, რომ კიშიმოტოს დაბრუნება ნიშნავს, რომ უზუმაკი ნარუტოს სიკვდილის მოვლენა მალე დადგება და ავტორი მას გადაარჩენს, როგორც ეს პირველ ჯერზე გამოუვიდა. გადარჩება თუ არა უზუმაკი ნარუტო? მანგა ახლა მიჰყვება ორიგინალის შემქმნელის ხედვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიუჟეტური ხაზის მნიშვნელოვანი ცვლილებები. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა კიშიმოტო მას გაწიროს მისი მთავარი გმირი და მას დიდებული სიკვდილი არგუნოს, მაგრამ ჯერჯერობით კიშიმოტო ნარუტოს და სასკეს უფრთხილდება. ისინი ახლა ორივე დაბეჭდილი ყავს, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. მაგრამ რა იქნება მომავალში, ამაზე წარმოდგენა საერთოდ არავის არ აქვს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კიშიმოტოს გარდა. როგორი იყო გულშემატკივართა რეაქციები კიშიმოტოს დაბრუნებაზე და რა მომავალი ელის ანიმე ბორუტოს? კიშიმოტოს დაბრუნების ამბავს დიდი გამოხმაურება და რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი თაყვანისმცემელი აღფრთოვანებულია და თვლის, რომ ის მანგაში დააბრუნებს ემოციურ სიღრმეებს და პერსონაჟებზე უფრო დაძაბულ ისტორიას შემოგთავაზებს, რამაც ნარუტოს ასეთი დიდი წარმატება მოუტანა.
ფანები იმედოვნებენ, რომ მისი ნაწერი გააძლიერებს ანიმე ბორუტოს და გახდის მას უფრო მიმზიდველს, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუმცა სხვა ფანები შეშფოთებულები არიან, რომ კიშიმოტომ შესაძლოა გააქროს ის პროგრესი, რომელიც ბორუტოს პერსონაჟს მიანიჭა კოდაჩიმ. ბორუტომ შემოიტანა უნიკალური ელემენტები, რომლებიც გამოარჩევდა მას ნარუტოსგან და თაყვანისმცემლები, რომლებსაც მოწონდათ ეს ცვლილება, წუხან რომ კიშიმოტომ შეიძლება ძალიან მკვეთრად შეცვალოს ეს ისტორია. გარდა ამისა, სამურაი 8-ის წარუმატებლობის გამო ზოგიერთი ფანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიშიმოტოს დაბრუნებას ანიმე ბორუტოში, რადგან თვლიან, რომ ის ამ საქმეს ვერ გაუმკლავდება. როდესაც კიშიმოტო ახლა უკვე ოფიციალურად ბორუტოს მანგას ლიდერობს, ისტორიაში სავარაუდოდ დიდი ცვლილებები იქნება. ეს ცვლილებები კიდევ დაეხმარება თუ დააზარალებს ისტორიას, ჯერ კიდევ გასარკვევია. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ნარუტოს დიდებული ისტორიის შემქმნელი ახლა თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ბორუტოს ისტორიას და მომავალი თავები აუცილებლად გვანახებს მისი დაბრუნების წარმატებას ან წარუმატებლობას. მე მგონი კიშიმოტო მისი წარმატება უფრო გვაჩვენა ამ მანგის თავებში, ვიდრე წარუმატებლობა. აბა თქვენ რა სიტყვით, მეგობრებო? მოგეწონათ კოდაშის გამოშვებული 51 OG ბორუტოს მანგის თავი? თუ უფრო მეტად მოგეწონათ კიშიმოტოს ლიდერობის ქვეშ გამოშვებული 28 ახალი მანგის თავი OG ბორუტოში, რომელიც 52 მანგის თავიდან დაიწყო? დაწერეთ თქვენი მოსაზრება ვიდეოს კომენტარებში აუცილებლად. მაგრამ მოდი არ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ კიშიმოტოს მოსვლამდე OG ბორუტოს მანგის ისტორია საკმაოდ სუსტად ვითარდებოდა და ბევრი პერსონაჟი დაიჩაგრა და ისტორიაც ისეთი სრულყოფილი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ კიშიმოტოს მოსვლის შემდეგ ისტორიას ახალი ავტორის ხელი აშკარად დაეთყო. უფრო მეტი დაძაბულობა იყო შემდეგ 28 მანგის თავში, ვიდრე ეს აქამდე იყო, აღარაფერი რომ თქვათ ორ ლურჯმორებზე, რომელიც OG ბორუტოს 1000 თავით ჯობია და ის ჯერ კიდევ გამოშვების პროცესშია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ კიშიმოტოს დაბრუნებამ აშკარად გამოაცოცხლა ანიმე ბორუტო და ისტორია ახლა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს აქამდე იყო. და დარწმუნებული ვარ, რომ როცა ბორუტოს მეორე ნაწილი გამოვა, მისი ანიმაციის ხარისხზეც აუცილებლად იზრუნებს კიშიმოტო. და ამ ვიდეოშივე დავამატებ იმას, რომ კიდევ მილიონი კითხვა იწერება იმასთან დაკავშირებით YouTube-ზე, TikTok-ზე, რეალურ ცხოვრებაში რომ ხვდებიან, მაგას მეკითხებიან Discord-ზე, Skype-ში, ოდნოებზე, Twitter-ზე, რავი, 1000 ჯანდაბაში კონტაქტზე არა ვარ, თორემ მანდაც მეტყოდნენ, თუ როდის გამოვა ანიმე ბორუტოს მეორე ნაწილი, Blizzard, როდის უნდა გვაღირსოს პიეროტმა ანიმე ბორუტოს მეორე ნაწილი, არ ვიცი ხალხო, უცნობია, არ არის დაანონსებული, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბორუტოს მეორე ნაწილი ოფიციალურად წარმოებაშია და ის აუცილებლად გამოვა, მაგრამ გამოსვლის თარიღი არ არის ცნობილი. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოც უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ის დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგესურვებათ, გააზრეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. 14000 გამომწერამდე ძალიან ცოტა გვაკლია, ასე რომ ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, რომ მალე ავიდეთ 14000 გამომწერზე. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ძველებურად გაცოცხლებული და პრაიმში შემავალი Blizzard-ი. ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.